კარგად შეხვდით. დღეს ელენეს მინდა რომ რაღაცა პატარა სიურპრიზი გავუკეთო. აი ამ საქმეში ხალხო ბადალიან მყავს რა. ახალი გავიჭერი მე მგონი. ხო, რამდენი დღის წინ ამომიგდო, კიდე გავიჭერიტო. თან კაი ამინდი დაგვემთხვა და ცოტა ხანი 10-15 წუთი აქ გავართობ და მე წავედით სახლისკენ უკვე ბებია და ბაბუა გველოდება ხო ბობოში. ახლა ელენეს რა მაგარი რაღაცა მიქონია. რეაქცია გამომჟონ დაინახეთ? ეს ნახეთ, ეხა რა გაჩვენოთ. კარგად ჭამა, აი ძალიან ცოტა აქ უკვე დარჩენილი. აი ნუ რას ვიზავთ ეხლა ვისაც როგორ შეგვიძლია ესე ვაკეთებთ ეხლა წავალ და მოვიტან რამე პირსახოცავ რაღაცას და ერთხელ შეიძლება დავუჭერ მეორეში ისე რა გავაკეთო. if შედევრია რა ხელოვნების ნიმუში. მოიდი ჩავიცოთ მამუკო. წავედით ჩვენ გუშვებს სახლიდან. ლიტას აქ დღეს ბებო და ბაბუს დღე. თან ჩავიცვათ. მოიდი ჩავიცვათ თან ჩავიცვათ. შენ რა იღე? შენ რა მოიპარე? ვაიმე? მიკროფონების ტერია მოგე. აი მეც მაგ. ეხა შენ წაგახეს. მომეცით ბაია. შა. დავუქნეთ მამკოს ხელი? კარგად. ჩემი წყვიანი ყოცახ. ყაცასაც გიგზავნის. გოგზავნე. დავაი მიდი, პაგა. დავაი, პაგა. ცოილაშვილის გავაცილე ხალხო, სახლში მარტო დავრჩი დღეს, როგორც გითხარით, ლიტას აქვს დღეს ბებიას და ბაბუას დღე. ხო და მე მაქვს ესეთი გეგმა, რომ დღეს ელენეს მინდა რომ რაღაცა პატარა სიურპრიზი გავუკეთო სახლში რო იქნება მთელი და მეთქი რაღაცა ვახშამს გავუკეთებთ ხო რამე გემრიელს. ნუ გემრიელი გამოვა თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიცდები რომ კაი რაღაცა გამოვიდეს და ცოლი გავახარო რა საღამოს რომ ცოტა რომანტიკა რა, რომ რაღაც ვახშამი დაგახვედრე ჩემო სიცოცხლე, ღვინოს წავხსნი რაღაცა და მოგეს მე მგონი კაი გეგმებია და გავუხარდები. გადავწყვიტე გავაკეთო პიცა, ოღონდ სამარ ხო იმიტომ რომ მე და ელენე ხა მარხვაზე ვართ და ისეთი ინგრედიენტები ავარჩიე რომ ჩემი აზრით მაინც გემრიელი უნდა გამოვიდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის соусიც, მე თვითონ უნდა გავაკეთე ავსერში და რაღაც რეცეპტი ამოვაგდე როგორ კეთდება соуსი პიცის და იმედია გამომივა. პირველი მე მგონი ჯერ უნდა დავიწყოთ ინგრედიენტების დაჭრით და გამზადებით. მერე ცომით ცომს რო გავაკეთებ, მე ეს ჯერ соуსი უნდა წაუსვა, მე ინგრედიენტები დავაყარო, ხო სწორად ვამბობ, სანდრო, იცი პიცის გაკეთება. ორი ძალიან ცუდი კულინარი დავრჩით სახლში მარტო და რაღაცა უნდა გაკეთდეს. მოკლედ არა უშავს თუ რამეა თოლს დავურიყავ თვითონ რაღაცაში დაგვეხმარებ. ონთან არ უნდა დავიწყო ეხლა თავი რო სურპრიზს უკეთებ თორემ მე რაღაც სურპრიზი გამ. გითხარით რომ გულის ფორმის პიცას ვაკეთებ? კი არ მახსოვს. თქვი ეგ ბლოგში სანდრო? არც ფეროს. მოდი კიდევ ვიყო. მოკლედ, ჩვეულებრივი პიცა არ მინდა სტანდარტული, რადგან ეხა საღამოს ვახშამის სურპრიზი და რომანტიკა გადავწყვიტეთ. უნდა ვცადო რომ ცომი იყოს გულის ფორმის და რა ფიქრობ რაღაცა ლამაზი გამოვა. გულის ფორმაზე ცომი არასდროს არ გამტყელებია. პრინციპში ცომი მართლა ვაფშე საერთოდ არ გამტყელებია, მაგრამ ნახოთ ეხა თუ კარგათაც გავამტყელებთ თან გულის ფორმას თუ გამომივა. იმედია გული იქნება და არა ვარსკვლავი. რაღაცა ეგეთ. დავიწყეთ. გადმოვიყოთ. სანამ ჭრი ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა რომ 1-2 წუთი ჩვენზეც გითხრათ რა, ჩვენ YouTube-ზე. დიახ, დიდი ხანია დავიწყეთ, მაგრამ ადრე გქონდა ჩაგდებები რა, როცა მოახერხებდით, მაშინ ვიღებდით ხოლმე ვიდეოებს და არასტაბილურად რა, იდეაში ჩვენ მაგრამ მოგწონს ეს ოჯახური რაღაც lifestyle content-ი რა, ბუნებრივი როგორც მე და ელენე ვიღებთ ხოლმე. ხო და ეხლა გადავწყვიტეთ მოკლედ და გავაქტიურდით უკვე სტაბილურად ყოველ თვე ვდევთ ვიდეოებს, ან ბევრ ვიდეოს მოგაყრით. მოკლედ თქვენი იმედი მაქვს ხალხო და რაც შეგიძლიათ ჩვენთვის გააკეთოთ, ძალიან მარტივია იდეაში, უბრალოდ გამოვიწერეთ ჩვენი ვერდი და თუ Google შემატკივრებთ ვიდეოებზე გაგვიხარდება. აუ ძალიან კაი იქნებოდა ისე რაღაცა პოზიტიური მუსიკა რო ჩაგვერთო რა, მაგრამ მე YouTube-ი დაგვიბლოკავს ხო, რაღაცა ისე რო ჩავერთო. არ ვაწევს არა და გაასწორებდა რა მუსიკის ფონზე ფუსფუსი, ეს ძალიან მიყვარს. აი ეს ჩემია ტონობის ჭამომას ხო? მაგრამ მე კაი იდეა მომივიდა ახლა, და მუსიკასაც ვერთავთ და რეპერს ვერ შვებით. გავიკეთეთ რა gin tonics, ძალიან მიყვარს მე ეს კოქტეილი და თან ცოტას მოვუწრებავ, თან გავაგზავნებთ დაჭრას, ხო კაი იდეა. მადლობა. რა გავაგზავნებთ ხა ზეთისხილის დაჭრა. ჩამოვედით
სანამ მივდივართ ხოლმე, ყოველთვის რიტუალად გვაქვს, რომ აქ ეზოში მოვდივართ სათამაშოებთან, თან კაი ამინდი დაგვემთხვა და ცოტა ხანი 10-15 წუთია გავართობ და მერე წავედით სახლისკენ უკვე ბებია და ბაბუა გველოდება ხო ბობოში? ხუჯუჯუკო. არა რა. დაჭრაში ასკარად ნავარჯიშები ვარ რა. სამზარეულოს ომებიდან გამომდინარე ხო გახსოვთ მე რა პროფესიონალი ვარ, იქაც ჩემი როლი იყო დაჭრა, გარეცხვა, ინგრედიენტების მომზადება. და მე ელენე იყო ძირითადი შეფი, ასე რომ აი ამ საქმეში ხალხო რაღაცების დაკუცმაცება, გათლა დაჭრა ბანდალიან მყავს რა. აი ლანდი გაუდის რა, აი ამაზე თქვათ რომ ვეღარ დაჭრი, აი ეგ ამბავია რა. ვითომ აი მე რო ტოვებ რა, თოდოა რა. ეს ხანი? აი რა. კაი, ზეთხილი და პომიდორი დავჭერი, სოკოს დაჭრა არ უნდა, პირდაპირ დაჭრილი ვიყიდე. ეხლა უნდა გადავიდე соуსზე. соуსის რეცეპტი, რაც ამოვაგდე, დეტალურად თუ გინდათ მე გაგიზიარებთ. ზეითუნის ზეთი, შაქარი, პილპილი, მარილი, ორეგანო, რეჰანი, ნიორი, ხახვი და პომიდორის ეს რა, ტომატი, რაც არის. ეს ყველაფერი დავაბლენდერო. ნუ ხტო რა გამ. სად არის ბლენდერი? რად არის ბლენდერი? ბლენდერი არის სადა ბლენდერიტო ამ სახშიაც გადმოვიდით ბლენდერი მართლა არ თვითონ გამომიყენებია ჯერ და ეხლა სად შეინახავ ცოლმა კაცმა არის აი ბლენდერი ნოტიო ტიპოვით მოდი ბევრი რო არ ვიწვალო აქ მაქვს რეცეპტი და პირდაპირ ამაში ჩავყრე ყველაფერს ციკვი შაქარი ციკვი შავი პილპილი ჩვენ ესეთი ვაქვს და თვალის ზომით მომიწევს მივხვდე აღელენის რა მაგარი რაღაცები ქონია ციკვი მარილი მარილი ბევრი არ მიყვარს და მეცედა ვქნათ ხმელი ორეგანო რეჰანი ნახევარი კოუსი ერთი კვილი ნიორი ბასკეტბოლ ხახვი ბლენდერში ჩაგდების დროს ესე უთკუთხედებასაც რო დაჭრა მე მგონი საკმარისია ცოტა მოაქვს უკვე მეტა ისინი მართლა შველი ის რომ ამბობენ როგორ და წყალი უნდა დაიდო და რაღაცები არ ვიცი დაჭრილი პომიდორი ან კონსერვირებული ქილა TikTok-ზე ვნახე ამის რაღაცნაირად გახსნა ერთი წამი ამას ესე წევ მე აქ ესე უყრი რა ძლიერი ვარ ჩეხი რაღაცა რამდენიმე ხელი გავიჭერი მე მგონი ხო რამდენიმე დღის წავა მიგდო ხიდე გავიჭერიტო არა უშავს კაი ეს ეგეთი ბასრი ყოფილა არა უშავს ორ ადგილას ხელი გავიჭერი მაგრამ აი მოდი აბა მთლიანად თო ეს სანტავიკებინა დავიყავ დაუბრუნდი სანტავიკებით ცოლისთვის დასარგა აკეთებს კაცი რინაოთ დავიჭი ხელები ცოტა წყალის ჩამატება უნდა ვერა ბლენდერებს და ესეთი უნდა იყოს თუ კიდე სქელი უნდა იგეთ ხელი უნდა იყოს თუ ესეთი რადგან ხახვების და ყველაფერი დაბლენდერდა ჩემი აზრით სულ ყველა ვაწვალებ ეხლა და მე ყველა ვწვალობ ჩემი აზრით მზად არის უკვე გავშინდო ისე დაჟე რაღაცა სახელი უნდა დავარქვა რა მაგალითად ბროკოლის რაღაცა ტომატო პრო соуსი ფორპიზა აი გამოვიდა მოკლედ ხალხო ეხლა გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნაწილზე რომელიც არის ცომი მაგრამ მე ამ ნაწილს გავიადვილებ იმიტომ რომ ცომი ვიყიდე გუნდები და გავაბრწყელებ მაგრამ გულის ფორმაზე გაბრწყელება არის ეხლა
საჩალიჩო და მე მაინტერესებს ეგრევე გულის ფორმაზე გაბრტყელება ვიცადო თუ ჯერ მრგვალად გავაბრტყელო და მე დაჭრა ვიცადო. მოდი, ეგრევე გულის ფორმაზე გაბრტყელება ვიცადოთ. როგორც ჭკვიანმა გარეთ მოვთენთე კარგად ჩემი ბავშვი მივაძინე ჩავსვი ქარსიტში და ეხლა მშვიდად წავედი სახლისკენ დედა და ბებო მელოდება და გემრიელი საჭმელები გაიღვიძო ეცოპა რეაქცია გამომჟღავნე დაინახეთ? ხელების დასვრის დროც მოვიდა. ნაგერ არის ფქვილი. აქვე არის ცომის გასაბრტყელებელიც და მოდი ახლა მივცეთ გულის ფორმა ცომს, აბა თუ გამოგვია. ცხობელი გიორგი დამიძახეთ დღეიდან. აბა ამოვაბურთაოთ. აი ცომი კაია. ვარ მიმეტროს ხელზე, აბა. ცომი ვიდეო. ცოტა დიდი პიცა გამომივა, მე მგონი რაღაცა მებეორება სიმართლე გითხრა ეს ცომი და საკმარისი ინგრედიენტი დავუჭერი, არა უშავს თუ დაგვეყდება ის დავამატებ. კაი. ზუსტად არ ვიცი ხალხო შეიძლება ძალიან არ პროფესიონალურად ვაკეთებ და ძალიან სიზულელესაც ვაკეთებ, მაგრამ მეპატიება მე არ ვარ კულინარი რა. ცხოვრებაში ცომი არ გამიმტყელებია მე მგონი და თავი ხომ ცდილობაა რა. ამ დროს სანამ მე ცომს ვაბრტყელებ, თქვენ შეგიძლიათ პატარა საქმე გაგვიკეთოთ და ჩვენი გვერდი გამოიწეროთ. არ დაგავიწყდეთ გვინდა YouTube-ის ძალიან გააქტიურებას და მოტივაციაში გვეხმარება ეგ ამბავი. კაი, მე მგონი ცომი ეს არის. ეხლა რამით უნდა შემოვაჭ. მაკრატელით იდეალური იქნება. დანი შეიძლება თან ესენი დავკაწრო და არ მაწყობს. მაკრატელს ავიღებ ეხლა და კრიჭ გამოვჭრე გულის ფორმაზე. აბა შემოვაჭროთ. მე მგონი ლამაზი გამოდის. თან აი ეს წვეტი ქვევით მაგრამ მომწონს. რამაც თუ შევინარჩუნებ ძალიან კაი იქნება. აგარი და აი ახლა ჩაღრმავება არის თვალის სომისთან. შეხედე, მე მგონი გამოვიდა რა. მინდა ხო გულია. გულია გადასარე. ინე ცომის დამრჩა დაჟე. ეკონომიურადაც გავაკეთე. კაი ბატონო. ეხლა соуსი მე დავაყაროთ ინგრედიენტები და მეულა გავოთ კიცის ფინალში, მაგარი. ყველაზე მნიშვნელოვანი დამოვიწყდა. ყველი გამოვალაგებ ეხლავე. ესენი გვაქვს. კიდე გვაქვს ეს ლურჯი ყველიც. და პიცას იდეაში ბევრი სხვადასხვანაირი ყველი ხო უხდება, მეც რავი 4 ყველით მე მგონი ყველაზე ძალიან მიყვარს და რაღაცებს ცოტ-ცოტას შეურევ. ნახოთ აბა როგორი გამოვა. დამოვიწყდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რომ ეს ინგრედიენტები შეიძლება გამოცხობის დროს მე გვერდზე გადავიდეს და ასე ხელით დავაბრტყელებ ცომს და გავუკეთებ კანტებს ამ პიცას, რომ ან გადავიდეს ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ჰენდმეიდი პიცა რაც კი გაკეთებულა, აი საერთოდ. შეხედეთ? ოპა. ესეთი რაღაცა ვაჟი პირველად გავიქ. კი არ მიფიქრია ესე გვერდებს როგორ შვებიან. ალბათ რაღაცნაირად ესე ახვევენ, არა, ესეათ ფაქტია არ ახვევენ, მაგრამ ხო უნდა იყოს ამოწეული გვერდები. მოკლედ ძირითადი მიზანი რაც იყო, რომ უნდა ქონდეს გულის ფორმა და უნდა იყოს გემრიელი, მე მგონი გამოვადა. ეხლა ესეთ პატარა რაღაცები გამიტარეთ რა. რა კიდე ძალიან საყვარელია თოში ხიდი როგორი გულია ნაკი ცობთან მუშაობა მომეწონა რა მართლა რაღაცა ისეთი რბილი ნეთი როჟა რა კატარა ჩამატება უნდა და if
შედევრია რა, ხელოვნების ნიმუში. ჭამაც რო დაგენანება ისეთია რა. ოპა, ამბა соуსი, რადგან ცოტა ხელიცომია. ძალიან ბევრს არ წაუსმევ. დედას პიცა ვარ მართლა ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ პიცას. აი, მთელი ცხოვრება რაღაცები სახლში ეხლა რო დავრჩენილ ვარ მარტო გამიკეთებია იქ მაკარონი ამა და იმ соуსით და ეგეთი რაღაცები გამიკეთებია ჩემთვის, მაგრამ აი პიცა ვაფშე ცხოვრებაში პირველად გავაკეთე. ჰეი, ბავშვი, ამას ესე უმათრო ჭამ. ტომატი რადგანაც უქენი? ნო, გემრიელია იდეაში. კაი. ჩიზ. გადავედის ეხლა ყველზე. მოდი ლურჯი ყველი შედარებით ცოტა უქნათ, იმიტომ რომ ცოტა მძაფრი გემოაქვს და ძირითადად გამოვიყენოთ აი ეს ორი. გვაქვს ასეც ხო გამოვიყენებ. ოპა. ეხლა ამ ყველს ღვინოსთან ერთად if დავამატოთ ჩვენი ლურჯი ყველის. соуსი და ყველი უქენი, ეხლა დაგვრჩა პამიდორი, ზეთისხილი და სოკო დასალაგებელი. სოკოებიც ესე დავავაკოთ. ეს მე გავაკეთე. მე ყველას დახმარების გარეშე მარტო. ოჩაღმე. მივდივართ მაღაზიაში, რომ ვიყიდოთ ნამუნამუები, ხო დედი? ეს ნახეთ, ეხლა რა გაჩვენოთ. სანტინოს მაწონს ხო ვყიდულობ ხოლმე და დაუმატებიათ პატარა იოგურტის ხელა ზომებით. ძალიან კაი, ანუ ერთი პორცია, ერთი ჭამაა რა. შვენიერი ლიტუკა. აი, გინდა დედიკა? აჰა, მოდი მოგტეხოთ. აჰა. დაიჭირე. იდეალური რა, წამოსულები ვართ ეხლა და კაკრას თავისი პორცია გამზადებული. აჰა, წაიღე. ვიყიდის ეხლა. დადი. ვიყიდეთ. მოკლედ ძალიან კომფორტულია მართლა ეხლა სახლში აქ რომ უნდა მეყიდა ერთი მთლიანი, მე ნახევარი უნდა ეჭამა, ნახევარი შემენახა და ტაკ დამეტოვებინა, სახლში ვეღარ წავიღებდე. ხო და შესაბამისად უკვე თავის პორცია მაწონით შეგვიძლია ვიყიდოთ. კარგად ჭამა, აი ძალიან ცოტა აქვს უკვე დარჩენილი. ხო და ამას ეხლა რა თქმა უნდა დედიკო შეჭამს. ძალიან ბევრი ყველი დამრჩა ისე ხალხო გამოუყენებელი და პიცასთან ერთად მე მგონი ძალიან კარგი იქნება რომ ყველის დაფაც გავუკეთო და პიცა, ყველის დაფა, ღვინო. აი იქნება. ოკეი. ესთეტიკა არ დამიწუნოთ ხალხო სერვირება ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე. თავარი გულია რა. რადგან პიცას მზად მაქვს და ყველის დაფაც და ელენე ჯერ არ მოსულა და ჯერ მე მგონი არც აპირებს მოსვლას, დრო რომ გავიყვანო სანამ მოსაღამოვდება. ეხლა ხო არ შევდებ და მე ცივი დახვდება, არ იქნება კაი და სანამ მოვა ცოტა ადრე შევაგდებ ღუმელში და ცხელ-ცხელს დავახვედრებ რა, უფრო გავუხარდება ჩემი აზრით. მოვიკითხოთ ცოლი რა შვება, სად არის როდის მოვა. ხო გიო. იდაშვებით? დაშვებდი? აი? მამიკო! გავგზავნე მამას კოჩდა. კარგია ერთობი მა? თამაშობთ, ჭამეთ, ვითამაშებთ და ეხლა ჩვენ თამაშობთ. ვაი, ძალიან კაი, კარგად ჭამა? ძალიან. ჩვენი? ეხლა ნელ-ნელა რა უკვე. ეხლა ეკაც ჩავიდა მოსწავლეებთან, გავემზადებით, ჩავიცვამთ, დავიმშვიდობებით და წამოვალთ. უკვე გამოხვალთ ანუ, ოკეი, კაი. კი, გამოვალთ ეხლა. აუ, გეხვეწები ჩემო პატარა, იცი რა გამახსენე? ღუმელი როგორ ირთვება? ჩვენი. როგორ უნდა ჩავთო? ვარ საჭმელს ვიცხელებ, არაფერი. რაც გინდა ღუმელი? არ მინდა, კაი, მე. ის ჩართვა რა თუნდა? არ მინდა, არ მინდა. გასწავლო? მიდი, აბა. მიდი, პროსტა მანახე, აბა. აჰა, მოვედი. რას ვაჭერ? ეხლა აქეთ ამ მარცხენა დაატრიალე. ანუ ჯერ ეს უნდა გადმოვატრიალო და მე აი დაეწერას. აჰა, აი, წაიცა მაგას. ვშო?
კი, ჩაირთო? კი, მოისა არ ჩაირთო. აი ახლა ჩაირთო. ვშო? კი. შო, ეგრე რა სხვა დროისთვის მეწოდინება რა. მადლობა. კიდე და რასაც ხელე ბაბა. არა, მართლა გეორგი უცვათ მიკროტალღური ვაფშე დამავიწყდა და ის რაღაც ბალანსის საჭulis გაცხელება მინდოდა, მეც კი მიკროტალღურს შევაგდებ თქო რა. კი არა და ღუმელში თქო. ეგონი მაგრა დავიცვი. არა უშავს ახლა ცოტა თომ მიხვდა რაღაცას დიდი ამბავი. თავარია რა არის, რა ელოდება მაგას ხო ვერ მიხვდა. კაი, შევდოთ ახლა პიცა უკვე გამოდის ხალხი და ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვიდა. არა, ნახეთ რა ხალხო და შევიფასეთ კიდე ერთხელ რა ლამაზი გამოვიდა რა. ეს რუკოლები როგორ მოუხდა? ხო? მაგრამ მოუხდა. და შევაგდოთ და ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა. აბა. მიდი პიცა. ეგარ მოიცე ცოლმა როგორ მასწავლა. ეს უნდა გადმოატრიალო 180-ი დაეწერება და მე ეგრევე ჩართვა. ერთი ჩართვა არ ჩაირთო, მეორე ჩართვა ჩაირთო. შო, იმედია თვალისწინით მივხვდები და არ დაუწვავა ნომს არ გამოვიდა. We go. ეგარ გვიდა. ოპა. გამოვიდა, მე მგონი, მზად არის ხალხო ჩვენი პიცა, აბა. აბა ვნახოთ, მაგრამ მაინტერესებს. ხელთათმანი ვერ ვიპოვე სადღაცაა ხელენეს შენახული და წარმოდგენა არ მაქვს სად, ამიტომ რაღაცა ესე უნდა ვიჩალი. როგორ გადმოვიდა ხელთათმანი? კაი, ნუ რას ვიზავთ ახლა, ვისაც როგორ შეგვიძლია ესე ვაკეთებთ, ახლა წავალ და მოვიტან რამე პირსახოცსა რაღაცას და ერთ ხელში ესე დავუჭერ, მეორეში ისე რა გავაკეთებ. პირსახოცი, სუფთა ახალი პირსახოცია გიგონოთ რა. გამოვიდა, ნე? მოგეთ, ერთ ხელში ეს უნდა დავიჭირო, მეორეში ის არ ვიცი და იმედი მაქვს, რომ ამ ჩემ ნაწვალე პიცას არ დავაგდებ ახლა და რაღაცას არ ჩავიდე. პირსახოცი შეიძლება დაიწვას ბიჭო, ეს რომ მოვკიდო, უეჭველი გავაფუჭებ, არ უაწყობს პირსახოცი, ახლა მივხვდი ერთი წამი. სხვა ესეთი ნაჭერი უნდა მოვძებნო რა, მოიცადეთ. იმენა ჩელენჯი გაიჩითა ახალი. გამოიღებს თუ არა გიორგი ღუმელიდან პიცას. რა იდიოტობა პრობლემა გამეჩითა თო არიქა რაღაცა ნაჭერი. ოპა. აბა ეს რა არის? აჰა, წინსაფარი. ეს აქამდე გამეკეთებინა. წინსაფარი რა პრობლემას გადავაწყდი? ხა კაცმა ამდენი ვიშრომე და ღუმელიდან ვეღარ გამომაქ. აიცეთ. ეს კიდე გადავდეთ. მეორე ხაზიც მიჭირას. აჰა. Oh my god. რა მაგარი ვარ ნახე რა. მაგრა გამიხარდა ეს კი პიცა გამომივიდა. კაი, პიცა გამოვიღეთ. ახლა შემდეგი კითხვა. რაზე უნდა დავდო პიცა? ესე პოდნოსით ხო არ დაუვდებ? ხის რამე დაფაზე? კი. ხო, ხის დაფებზე მოვაქვთ ხოლმე მაგალითად პიცას რო უკეთო, კი ბატონო, კაი იდეა. ვარ მინდა რომ მომასწროს ახლა რა სანამ აქ ამდენი ხანი რაღაცეებს ფუსფუსებ რომ მოვიდეს, მაგრამ ეწყინებ. ოპა, ხელით, რა სწვალ. ოპა. ის გავაკროს. ეს ჩვენი ყველის დაფა. მე მგონი ვიზუალზეც ნორმალური გამომივიდა რა სიტყვითობა. ნორმა. ეს ყველის დაფა. მოვიტანოთ ახლა ჭიქები, ჩანგლები, თეფშები, ხელსახოცები, რაღაცა ისე რა, რომანტიკო და სანთელი არ მაქვს რა. მაგრა გაასწორებდა. წვინის ჭიქები. წავიდეთ. ერთი აქ, მეორე აქ. ერთი ჭიქა აქ, მეორე აქ. ისო და ქვილი იყო მიყრილი. არა სანთელი მოუხდებოდა რა, აქ რაღაცა სასანთლე და იქნებოდა იმენა რომანტიკის პიკი რა. ხო, ღვინო, სულ დამავიწყდა. აჰა, ნახე ეგრევე ერთი წამი. მაგრამ ხიხვი საფერავ. მოდი საფერავი იყოს. კაი ბატონო. მე დავეულო თელეს. აბა მოვდანდით. მოვიცი გეჩვენება. მოიდი მამაკო. Всё. აიტა. ბავშვი გადმოგება რა როიცოდე. მე აქენით
კაი იყო ბებოსთან და ბაბუსთან. მამა. მე ლასუნებია, ლასუნები. კაი, არ გამიბლოდი. კაი, გავიხარეთ. მართლა გააკეთე, ლასუნებია. გამოვიცნო. სიურპრიზი რა. ნახ, დაითრია ამ მიკროფონი ეგრევე. აჰა. შო. მოიცადე, 20 ჯერ არ შემოხვიდე. მოიცადე, მართლა გეუბნები. ეხლა მე შევალ და მე შემოდი. წამოვიდე? მოდი. თვალები დავხუჭო? თვალები შეგიძლია არ დახუჭო, ეგრევე წამოდი. ეგრევე წამოვიდე? კი. კარგად შეხვი. მე ხალხო დაფაგო აქ ოღონდ მართლა ის რა დაფაგ აქვს გამოყენებული უკაცრავად. რაც უპოვეს ამბატარა ის არის გულის ფორმა რო პიცას ვერ შეამჩნია. ვაიმე რა ლამაა. ვერ შეამჩნია თო. ჰა, კაცმა ამდენი მაკრატლით ჭერის უ ეს. ეს რუკოლა? ჰო. აი მე ეს რუკოლა ზემოდან უნდა დაგედო. არ უნდა გამოგეცხო. არ უნდა გამოგეცხო. ანუ ღუმელის მერე უნდა დამედო მაგას მეუნები? ვაიმე შეხედეთ რა რომანტიული ქმარი მყავს ყოჩახ გიორგი. თან ძამში აქეთ ყველის დაფა. ხო და თან როგორ მიყვარს. ხო და ვინოს მოგიმზადე რა. კი, შენ დაჯექი ჩემო პატარა. მოდი. დაბზანდით. აბა. ვინოს მიირთმევთ მადმუაზელ. დიახ, კი, გავხსნიდე ხო მოგერთმევთ. ვაიმე. ეს რა ჭკვიანი ხარო გვერდები გაქვს ესე მოკეცილები ყოჩაღ. ჰეი, მოვატე ხო ეხლა? ხო, მაგრამ დანით არ გირჩევნია? არა, შემიძლია ეგრევე. ოკეი. ოფ. ამაში ხორცი ხო არ არის? არა, სამარხო რაღაცები და ყველი და შენ ხო ყველაზე ხსნილი გაქვს. ხო, ელენე ჯერ კიდე ძუძუს რო აჭმევს ხოლმე ნიტას, ყველის ნაწარმი ხსნილი აქვს. ნუ მეკავით რამდენი საკუთხვილი თუ მჯეროდეს. მართლა ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. საფერავი. შევ, პიცას აღარ შევუკვეთავთ ხოლმე, როცა მომინდება, შენ გამიგეთებ, შევთავთ. მართლა კაია, ხუმის გარშე. მართლა. მართლა კატუნაც არის? ნახეთ. ამბობე. ძალიან გემრიელია. მაგრამ გამიხარდა მართლა რომ მოგეწონა, იმიტომ მართლა გემრიელია. ცხოვრებაში პირველად გავაკეთე პიცა დედეს პიცა, რა ბაქი აღარს არ გამიკეთები. ის რა გემრიელია? ჩემო პატარა გაგვიმარჯოს. დიდი მადლობა. არა, მიხარია. სამზარეულოსკენ ჯერ არ გამიხედავს, იმედია. მოვაწეს რა. გადამწვარი არ არის. არა, მივალაგე, ხო მივალაგეთ. გაგიმარჯოთ ხალხო. ანუ ხა შენ არ ჭამ და მთლიანი პიცა ჩემია? და მთლიანი ყველის დაფაზე. მაგრამ მთლიანი ვინო ჩემია, შენ ერთი ჭიქა გეყოფა. ო, ეს ყველი ისე მიყვარს, შემიძლია ეს მთლიანად გადავადო პიცას. ესე. მეთქი ჩემი კულინარიული შესაძლებლობები ხო არ დამიწონათ. პირველად ნახე პროსტა პიცას ეგრე ჭამდეს ადამიანი კიდე ყოველს რო აღმეგორი არ მიკეხავს და ძალიან წოდი პიცა გავამბირი. არა, ყველი თვითონ ეს ყველი ისე მიყვარს. ხო. რომ გემრიელია. მიხარია ეგ. აი ხა мотиваცია მეძლევა რომ კიდე გავაკეთო ხოლმე რა, ჭკვიანია რა, იცის რა. მომდენო გითხრა. ხარ ჩემო პატარა. კი, მართლა, მომდენო გითხრა რა მინდა? რა. ხალხო მომაფიქრებინეთ, აბა შემდეგი რა გამიკეთოს. კომენტარებში დამიწერეთ. რთულია, არ გვინდა. მარტივი. დაუწერეთ, გთხოვთ. არ მოცვალოთ. ოჩა გიორგი, მართლა. შედგა. მაგრამ იხარია ოთ მართლა. ნიმინა გული და სული ჩავდეთ სვეტში გეონი. მე კიდე აი ამ ღვინოზე მართლა უგიჟდები ვაზის უბნის ვენახების. ძალიან ბევრი ღვინო მაქვს რა, ეხლა ამ სახლში რაც ხედავთ, იქაც ღვინოები მიდევს, აქაც ღვინოები და ძირითადად სულ ამათი ღვინოებია რა. აი კაი ღვინის დალევა თუ გინდათ. კაი ყველთან ერთად. ხო. აი. ხალხო, გამიხარდება თუ ჩემს შრომას თქვენს დააფასებთ და ჩვენ გვერდს გამოიწერთ, რომ მე კიდე უფრო მაგრა ვიფუსფუსოთ ხო ვერ შეგპირდებით, მაგრამ კიდე მეტი ვიდეო გადავიღოთ და უფრო კარგები და კარგები. ასე რომ subscribe. და მადლობა დიდი წინასწარ. მადლობა გია და გაგვიმარჯოს ყველას. ქმარში გამართლება ამას ქვია. ყოჩა გია.